წარსულთან შეხების ტკივილი არც 80 წლის შემდეგ განელებიათ. ნაცისტებსა და გაზის კამერებს გადარჩენილების ნაწილი დღეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მივიდა. შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად ისინი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას მიაგებენ პატივს. ის, რაც ნაცისტური გერმანიის პატიმრება საკონცენტრაციო ბანაკებში გამოიარეს, ახლა ისტორიის ბნელი ფურცლებია, რომლებიც კაცობრიობამ აღარასდროს უნდა გაიმეოროს. დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვკვდებოდი. ახლაც მიკვირს, როგორ გადავრჩი. ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც სიკვდილს პირისპირ შევეჯახე. მანამდე მეგონა, რომ მხოლოდ უფროსები კვდებოდნენ და მე წინ ბევრი დრო მქონდა. საკონცენტრაციო ბანაკის შიშკარი რეალურად სიკვდილის კარიბჭე იყო. თუ იქ შეაბიჯებდი, იცოდი, რომ ეს სასიკვდილო განაჩენსულია. მე მხოლოდ წვეთი ვარ ოკეანეში. 13 წლის ვიყავი, როდესაც SS-მა ჩემი, დედაჩემისა და ჩემი უმცროსი ძმის სახელები ამოიძახა. ჩათვალეს, რომ შრომისათვის ვარგისი ვიყავი და სამუშაოდ გამოგზავნეს. ჩემმა უმცროსმა ძმამ კი გადარჩევა ვერ გაიარა. ის მოკლეს, მხოლოდ 9 წლის იყო. ჯოჯოხეთი იყო 6 წლის ვიყავი, როდესაც ჰოლოკოსტი დაიწყო. 12 წლამდე 4 სხვადასხვა ბანაკში მოვხდი. ვერავინ იჯერებდა იმას, რაც ხდებოდა. როდესაც მატარებლიდან ბირკენაუს ბანაკში მივედით, კრემატორიუმის აკვამურებიდან კვამლი ამოდიოდა. იქ 2-3 დღით ადრე რომ მივსულიყავი, ალბათ მეც და ჩემი ძმაც იგივეს გავიზიარებდით. შანსი არ გქონდა, უბრალოდ 1 ნოემბერს ჰიმლერმა ბრძანება გასცა გაზის კამერებში ოპერაციები დაესრულა.